გავემზადეთ, ჩავიბარგეთ და შემდეგი გეზი უკვე არის პოლონეთი. დღეს არის გვიან ფრენა. დილით უკვე პოლონეთში ვიქნები. პირდაპირ ფრენა, ასე რომ არანაირი სტრესი. 4 საათში ვიქნები. იქნებ დავიძინო კიდევაც თვითმფრინავში. ეს იმიტომ აღმოჩნდა, რომ წინა წელს ძალიან ბევრი გადაჯდომა მქონდა და დიდი ხანი შესვენება და ერთი დღე მოვუდი თითქმის ყველაფერი იდეალურად არის, ფორმა კარგია, მზადყოფნა კარგია, გამზადებული არის ყველაფერი საერთოდ, კვება ხვალის, გეგმა ზეგის და შემდეგი დღის და ჩემპიონატამდე ყველაფერი 100%-იანზეა, სანერვიულო არაფერი არ არის, ასე რომ შემართებაც შესაბამისია. ისევ 6-7 თვე გამოგვივიდა მზადება. რა თქმა უნდა, ის ბევრად სხვანაირი მზადება იყო, ვიდრე წინა წლის. წინა წელს ბევრად გამიჭირდა და ალბათ შემდეგ წელსაც ამას ვიტყვი, რომ წელს ბევრად რთული იყო, ვიდრე შემდეგ წელს იქნება. მაგრამ უნდა ვთქვა ის, რომ წინა წელს ბევრად გამიჭირდა. დამიფასდა, ძალიან მიხარია, იმედი ახლა დამიფასდება. ახლა რა თქმა უნდა ბევრი ვიწვალე, რომ შედარებითობას ვაკეთებ, იმიტომ რომ ნაკლები გამოცდილება მქონდა წინა წელს, ბევრი რაღაცა არ ვიცოდი, ცუდად ვიცოდი, წელს ბევრი გამოცდილება დავაგროვე, ბევრი რაღაცა ვისწავლე, ბევრი რაღაცა გამოვცადე უფრო მეტად და იგივე შეცნობებს აღარ უშვებ, უფრო მეტად გავიზარდე, უფრო მეტად შევიცვალე, ყველა მხრივ იდეალურად ჩამოვაყალიბე ის, რაც გასაკეთებელი იყო ჩემი აზრით. ასე რომ თავი არის, რომ საკუთარი თავი განავითაროთ. ჩემი აზრით მე გამომივიდა წელს, ასე რომ ნახოთ რა იქნება. მაქსიმუმი გაკეთდა აქამდე და შეჯიბრის ბოლომდე ეს 3 დღეაც არის დარჩენილი, ყოველ მაქსიმუმი გაკეთდება. ასე რომ ამის თქმა მინდოდა, როგორც ხედავთ, თმა წვერი მზად არის, სხეულიც მზად არის, ვეცდები ან დავიძინო, ან რამე გავაკეთო, ან რამე სუყურო, იმიტომ რომ ყველაფერი გამზადებულია, ჩალაგებულია, შვიდა წყნარად, მოწესრიგებული. ასე რომ შევხვდებით სავარაუდოდ უკვე პოლონეთში და იქიდან გავაგრძელებთ ჩვენს ჩატვირთვასაც, რეგისტრაციასაც, ვარჯიშსაც და უკვე ჩემპიონატის მომენტებიც იქიდან გვექნება. ჩვენ გვინდა, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის სრულდება, როგორც ღმერთს უნდა პირველ რიგში. მაგრამ რა ვიცი, ნახოთ შრომა ზოგადად არ იკარგება. ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება. წავედით მეგობრებო, აეროპორტში უკვე დროა. ასე რომ გავუდექით ჩვენ გზას. ავედით, ახლა ვიპოვი ჩემს მას ნომერს ფრენის, რომ გავიაროთ ჩეკინი, აი ვიპოვე, ვარშავა. ჯერ არ დაწყებულა, ისე დავალოდებით. წელს მოკლედ მარტო ვართ. არავინ არ გვაცილებს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს პრობლემაა. თავი არის ის, რომ ღმერთი არის ჩვენთან და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ ისე როგორც საჭიროა. დანარჩენი ესეთი რაღაცები დიდად ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. მოკლედ გავიარეთ პასპორტ კონტროლი. ველოდებით ჩასხდომას. დაახლოებით 1 საათში, არა და საათ ნახევარში დაიწყება. შესაბამისად ვეცდები მანამდე რომ დავიძინო, თან მელატონინის დავლევა რამეს. ჭამა და რაც ჯერ არ გვიწევს, ასე რომ ჯერჯერობით გვაქვს დრო გამოძინებისთვის, ისე რომ მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად ჩასხდომამდე დავიძინოთ. მოკლედ დაიწყო ჩასხდომა. ცოტა მეძინა. შეძლებს დაგვაროთ. ახლა 4 საათიანი ფრენაა. ისე რომ ვეცდები რომ ცოტა კიდე დავუძინო. Kann ich jetzt nicht schlafen, wie geht's?
შევხედით ის არ ვიცი რა არის პირველად ხედავ. ეხლა ვფრინდებით და უკვე შეხვდებით პოლონეთიდან. მოგესალმებით, პოლონეთიდან ჩამოვედით. როგორც იქნა გამოვედი. ახლა არის დილის 7 საათი, 2 საათით უკან ვართ. სწორად, ხო, 2 საათით უკან ვართ საქართველოს შედარებით. ახლა გვიწევს პირველი კვება, რა თქმა უნდა გამზადებული მაქვს ყველაფერი. ჩეკინი ცოტა გვიან არის. და მივწერე რომ თუ არის შესაძლებელი ადრე რომ მივიდე, რადგან ახლა ძალიან დიდი ხანი გარეთ ყოფნა არ მინდა, დასვენება მინდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი კვება გამზადებული მაქვს. ხვალიდან წელს ყველაზე მაგარი პერიოდი ჩატვირთვა, ყველაზე მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა ყველანაირად მზად ვარ. შემოვედი თუ არა თვითონ ამ ქალაქში, თუ ქვეყანაში. განწყობა რა თქმა უნდა ეგრევე შეიცვალა, გამახსენდა ის რუმინეთი, ის პერიოდი, რაღაცა საერთოდ სხვანაირად გადავლაგდი უეცრად. შესაბამისად ახლა ეს კვება გვექნება, რომელიც არის ბრინჯი, კვერცხი და ფილე და ცოტა პროტეინის соуსი უნდა მოვასხო ზემოდან. და შენ უკვე ნენელა დავიძრევი. დღეს რაღაცების ყიდვაც გვიწევს, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანი რაც არის და მაგასაც მოვაგვარებთ აუცილებლად. ახლა კი მივირთმევ. ესე ჩვენი პირველი კვება პოლონეთში აეროპორტის ხეთზე. ეხლა წავალთ მატარებლით ჯერ, შემდეგ გადაჯდომა მოგვიწევს. მოგდოთ ახლა ჩამოვედი მატარებლიდან და ცოტა კი სასიარულო მაქვს. ფული უნდა გადავახურდაო პირველ რიგში, რადგან რეგისტრაცია გვაქვს პარასკევს და ქეშად უნდა გადავიხადო. და ნუ მე პროდუქტები უნდა ვიყიდოთ აუცილებლად. ასე რომ თან სახლისკენ მივდივარ, თან მაგ ორ ამას ვაკეთებ და თავარკე სოდის შემიძლება სახლში შესვლა. ნუ თუ არ და იქვე გავწვევი, ცოტა ხანი არ არის პრობლემა, ყველაფერი არის საჭმელით და სხვა დანარჩენიც. მოკლედ აქ წამოუწექი თუ ჩამოუჭექი, რადგან ჩეკინი ჯერ არ მიწევს, როგორც გითხარით. ახლა არის 9 საათი და ყველაზე ადრე შემიძლია 12 საათზე შეგიშვაო. შესაბამისად ველოდები. ნუ არანაირი პრობლემა. ყველაფერი თან მაქვს, რაც მინდა. არსად გვიჩქარება. კიდევ მაინც გამოსასვლელი ვარ თახი განსახურდავებლად. 10 საათზე იღება ეგეც და მაგას ვწოლდები. და რავი, აგერ გვაქვს ლიდლი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმარკეტი, ბევრს გეცოდინებათ და მანაც რაღაცეები მაქვს საყიდელი. საოცრებო მეგობრებო, მომწერა რომ შეგიძლია უკვე ჩეკინი გაიარო, გასაღებები არის ლოკერშიო. და ნუ დაახლოებით 3 საათი უნდა ყოფილიყავი ესე, უკვე მივდიოდი ჩიკასახურდავებელთან. მეთქი მე გამოვალ საყიდლებზე თქო და აი ხო ვფიქრობ, ჯერ შევიდე აქ თუ ჯერ სახში წავიდე და გონი ჯობს სახში მივიდე. ეს ჩანთა დავტოვო 8-8-ო. მე გამოვალ დალაგებული, დაწყნარებული, ცოტა დასვენებული. თან ნახავ რა არის სახში, ყველაფერი რო ვიცოდე და შევიძე საერთოდ ყველაფერს და თახსაც გადავახურდავებ. ჩვენი დღის გეგმა არის ეს, რომ თახა გადავახურდავოთ. ნუ რაც საჭირო ყველაფერი ვიყიდოთ და დამატებით ალბათ სუბუქი ვარჯიში შეიძლება მოიაზრებოდეს, არ ვიცი, შევხედავ. ასე რომ ნახოთ. ხვალ ყველა ვარიანტი გვიწევს ვარჯიში. მაგასაც მომნახავ, სად არის ახლო დარბაზები. შემოვედით. ასეთი ეზოიანი სახლი მაქვს, ძალიან მაგარია. ეხლა შევაშიგნით. ასეთი უდრო ოთახია. ნუ კორიდორული სისტემა არის. ანუ მარტო ჩემი არ არის. სხვა ვიღაცები ცხოვრობენ როგორც ჩანს. ხიდი მშვენიერია. პატარა ბაზანა გვაქვს. ოკეი, მიგოთალღური რაღაცეები, გონი ყველაფერი რაც საჭიროა არის. ამას უკვე მოვნახავ და რაც იქნება საჭირო ვიყიდე. მოკლედ მოწესრიგდით. ამოვლაგდი, ცოტა დავისვენე და მეორე კვება გვიწევს. მეორე კვების მერე გავალ. უკვე გადავახურდავ თანხას, პროდუქტებს ვიყიდი. დღეს ვარჯიში არ გვექნება. მაქსიმალურად დავასვენებ სხეულს და ხვალიდან უკვე ჩატვირთვაზე აუცილებლად გავხეთქავთ ბოლომდე.
აქ გვაქვს ბრინჯი, ფილე, ცოტა კიტრი და პროტეინის соуსი. განსაკუთრებული არაფერი. ხვალიდან კი უკვე დავიწყებთ განსაკუთრებულ კვებას. ჩატვირთვა ძალიან მიყვარს, ძალიან საინტერესოა პირველ რიგში და ხვალ თლიან ჩატვირთვას გადავიღებ და ეს ვიდეო წესით უკვე დღეს დაიდება საღამოთი და დღეს ვინახავთ პირადად თქვენ. ახლა მას მივითმე და შემდეგ გავყავ. ეს ნახეთ, რა საოცრებაში ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, ესენი ამ წელს არც ანიშნავს. ორი დღეც და მე ამეძინა შევჭამოთ. თავარია, მომდევნო დღე ჩავატაროთ მაგრად. ისე რომ ეხლა ავიღებ იმ პროდუქტებს, რაც მჭირდება. აი ადგილია რა ეს ლიდლი, მინდა ყველაფერი აქვს. მე პროტეინების სექციაც არის აქ, უბრალოდ შეგიძლია რომ მიხვიდე და მინდა ყველაფერი არისო. ისე რომ ეხლა რაც დაგვრჩენებს ავიღებ. ხლებცი დამჭა. ბრინჯის კრემი მინდა, მაგრამ ბრინჯის კრემი ესე არ არის. იქნება ბლენდერი დავითრიო და გავაბლენდერო ან ბლენდერ რაც არის რა. ეს ორი მინდა როგორღაც იქნება შოუ. როგორც ვიხდით, ხვალინდელი და ზეგინდელი ჩატვირთვების და სასიჯიბრო პერიოდის პროდუქტები გავამზადე ყველაფერიო. ბევრი სარბენი არ მქონდეს მე, რადგან აღარ შეიძლება უკვე მე ასე წამდაუწევ სიარული. ასე რომ განახებთ რა ვიყიდე 57 ლარად. ლარში გადმოვიყვანო. და რა თქვენ თქვით, ურფასები არის, არ ვიცი. ესე იგი, 3 ცალი ხლებცი, 100 გრამიანი, უმარილო ბრინჯის, ნორმალური ხარისხი ესენი. 3 ცალი, 6 ცალი ბანანი. მოცვი 400 გრამი. 4 ცალი ბასმათი და ეს არის ქვია მას კიშმიში. всё და ხო, კიდევ ვიყიდეთ 6 ცალი ლიტრ-ნახევრიანი წყალი. ეგ არის. ყველაზე ძვირი აქედან იყო, მოცვი ყოფილა ძალიან ძვირი. 24 არის დაახლოებით 6 ევრო? ხო, 6 ევრო. 18 ლარის იყო მოცვი გადავალ. აუ. არ ვიცოდი, თორე არ ავიღებდი. მოკლედ ესე გამოვიდა. ხამოვაგდები დავიწყებ საჭუზე კეთებას, მის დრო ხვალ გვიმზად იყოს ყველაფერი და ხვალ განახებთ როგორ იქნება და რა იქნება ჩვენი ჩატვირთვა. მოკლედ დღეისთვის ეს იყოს დაღლილი ვარ. მექნება ჩემი სტანდარტული 3 კვება კიდე. როგორც გითხარით, ხვალ იწყება ჩატვირთვა, ამასაც გადავიღებ აუცილებლად განახებთ რა ვჭამ, როგორ ვჭამ, რატო ვჭამ. ან ხვალიდან არის ჩვენი შვება უკვე ჩათვალეთ. იმიტომ რომ წინ წელს რუმინეთში რო ვჭამდი, ერთი ამბებში ვიყავი, ძალიან მაგრა ასწორებს. სახში ვიქნებით 3 კვებამდე ალბათ, ან 4 კვებამდე და მე გვიან გავალთ, ფანფისებრად ვივარჯიშებთ. აქვეა დარბაზი პატარა. ავტობუსით გავალ, ავტობუსით მოვალ. რომ ბევრი არ ვიარო. და პარასკევს უკვე აწონები გვაქვს. იქაც ჩატვირთვა გვიწევს მაგ დღეს. შაბათსაც რა თქმა უნდა ჭამა და პლუს გამოსვლა. ასე რომ მეგობრებო, ყველაფერი წინ არის. იმედია ელოდებით, იმედია უყურებთ და იმედია გულშემატკივრობთ. ასე რომ ყველაფერი იქნება იდეალურად, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.